გამარჯობა, მოკლედ უკვე მეოთხე ღამეა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ათენებენ ღია ცის ქვეშ. ეხლა წვიმა არის, საკმაოდ სიცივეც არის. თუმცა არ ვიცი, კვლავ მთავრობის კანცელარიასთან ვართ და ჩვენც გვერდში უდგავართ. მთავრობისგან არანაირი პასუხი არ არის, ეს პირველ რიგში არის მთავარი პრობლემა, ხო? როგორ შეიძლება 4 დღე აქ ადამიანები ღამეს გითენებდნენ და თხოვდნენ მედიკამენტებს და ამაზე შენ პასუხი არ გასცე და ვიცი, ერთი ადამიანი არ მოსულა აქ. განცხადით შეავსეს, მათ შორის ეთერი მოითხოვეს პირველი არხის ეთერი და ამაზეც ყველაფერზე არის დუმილი პასუხად. ეს პირველი ძალიან ცუდი რაღაც, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამას არ ვცელებენო, თითქოს ეს მედიკამენტი არ არსებობს, ან ძალიან ცუდია და პირიქით საშიშიაო და აი ამ ტყუილს არ ვცელებენ და ეს პროპაგანდა არ დაიჯეროთ არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა უკეთესად იციან ეს ყველაფერი და აუცილებელი რომ გადავხედოთ პრაქტიკას. ხო, ნებისმიერ ქვეყანაში არ არსებობს რაიმე ზომა მაინც, რომ ადამიანებს ვისაც ჭირდება დახმარება, ყურადღება მიაქციონ, ხო? არსებობს რაღაც ერთიანი ფონდი, არსებობს ამ ადამიანების სიავისაც დაავადება ჭირს. აუცილებლად სახელმწიფოსგან არის დაფინანსება, იმიტომ რომ ერთი ადამიანი, ერთი ოჯახი ვერ გაწვდება ამ ხელა მედიკამენტს და ვერ იყიდის საკუთარი სახსრებით და ეს ამწუხაროა, რომ საქართველოში ეს რეალობა გვაქვს და მე მგონია, რომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ვიცი, მეოთხე ღამეა უკვე ღია ცის ქვეშ ათენებენ და საკუთარი შვილების სიცოცხლის გახანგრძლივებას ითხოვენ.